მოგესალმებით მეგობრებო, დღეს მინდა წარმოგიდგინოთ ჩემი ახალი შენაძენი. შევიძინე იტალიური წარმოების თოფი, რომელიც არის ფაირის წარმოების. განვიხილოთ ახლა უშუალოდ რა მოყვება იარაღის კომპლექტაციაში. მას მოყვება 7 სასვლელი ჩოკი, ტექნი ჩოკის სტანდარტი, რომელიც ძალიან გავს მობაილ ტიპის ჩოკებს, მაგრამ განსხვავდება ისინი შემდეგი პარამეტრებით. ტვისტი, ხრახნის ტვისტი აი ამის და მობაილ ტიპის ჩოკების ხრახნის ტვისტი განსხვავდება ერთმანეთისგან, ანუ ეს ჩოკები არ იმეორებენ იდენტურ გეომეტრიას. ამით იმის თქვა მინდა, რომ აი ამ ჩოკს ჩვენ ვერ გამოვიყენებთ ისეთ თოფზე, რომელსაც გააჩნია Beretta Benelli მობაილ ტიპის ჩოკები. განსხვავდება როგორც ტვისტით, ასევე დიამეტრით. ეს ჩოკები არის უფრო ვიწრო და ვერ გამოვიყენებთ ამ ჩოკებს ფიზიკურად არ მიდის ლულაში ისეთ თოფებზე, რომელსაც გააჩნია Beretta Benelli მობაილ ტიპის ჩოკები. მაქვს სხვა თოფებიც, მაგალითად სტოგერზე და ატაზე ეს ჩოკები ფიზიკურად არ მიდის. ერთი შეხედვით კი ისინი ძალიან გვანან ერთმანეთს. მოყვება 7 სასვლელი ჩოკი, 5 აი ესეთი ჩვეულებრივი შიდა ჩოკი, ცილინდრიდან დაწყებული სრული ჩოკით დამთავრებული. 3 აქ არის, ხოლო 2 ლულაზე არის დამაგრებული. აი ესეთი 6 სანტიმეტრიანი ჩოკი მოყვება, უпроцент არის 11 სანტიმეტრიანი, 5 სანტიმეტრი მიდის ლულაში, ხოლო 6 სანტიმეტრი უკვე გამოდის ლულიდან. თოფის ლულები სიგრძე არის 71 სანტიმეტრი, ხოლო 6 სანტიმეტრი დამატებით გამოდის 76 სანტიმეტრიანი უკვე თოფის ლულები. ეს ჩოკები, გრძელი ჩოკები არის სრული ჩოკი, ანუ ერთჭრილიანი და არის ნახევარ ჩოკი, ანუ სამჭრილიანი ჩოკი. თოფს აღჭურვილი არის ერთი სასვლელი და აუცილებელი არის აი ესეთი ფუჭი დაზამბარებული ვაზნები, რომ მექანიზმი არ იყოს სულ მოყვანილი საბრძოლო მდგომარეობაში და დავსლიტოთ ისინი, როდესაც შევინახავთ იარაღს. მოყვება აი ესეთი ჩოკების გასაღები, ჩვეულებრივი სტანდარტული ძალიან კომფორტული არის. არ მოყვება მას ლულაში არსებული ხრახნების გამწმენდი, არის ჩვეულებრივად ჩოკების მოსახსნელი უბრალოდ. ასევე იარაღს მოყვება საღვედეები კომპლექტაციაში, რომელიც ჯერჯერობით არ დავიმონტაჟებია მასზე. ამჯერად სხვა ესეთი ტექნიკური დეტალები არ მოყვება იარაღს, მოყვება სტიკერი და საბუთები თავისი, საგარანტიო ქაღალდი, საგარანტიო და იარაღის წიგნაკი, მანუალი, ესე რომ ვთქვათ, ყველაფერი დეტალურად რაიც არის მოყვანილი აი ამ საბუთებში. იარაღის ტექნიკური მოხასიათებლები, წონა და ასე შემდეგ. ეხლა დავათვალიეროთ იარაღი უკვე ახლოდან. იარაღი გამოიყურება აი ასე. აქვს ძალიან ლამაზი კაკლის კონდახი და ტიპჟირი. კოლოფი არის ფოლადის. აქვს აი ესეთი მშვენიერი ოქროსფერი გრავირება. მეორე მხრიდან იარაღი უკვე ეს უკვე ქვედა მხრიდან Fire SLX 800 მოდელია.
აი ესეთი ორნამენტები აქვს ასევე სასრატის დამცავზე. შვენიერი იარაღი არის ერთი შეხედვით. ვიზუალური მხარე აქვს ძალიან ლამაზი ჩემთვის. ჩემს გემოვნებაში ჩდება. აქვს დამღები, CIPS-ი. ლულები აღჭურვილი არის ეჯექტორებით. აქვს აი ესეთი ჩვეულებრივი ჩამკეტი სისტემა, რომელიც გამოირჩევა სიმყარით. ლულები აქვს მაგნუმის, ანუ 76 მმ-იანი სავაზნით არის. ეს უკვე უშუალოდ ლულაზე არსებული დამღები. ტიპჟირი გამოიყურება შიგნიდან აი ესე არის ხილაკზე. თან მაქვს ATA-SP და შევადაროთ მათი ჩამკეტები ერთმანეთს. აი ეს არის უკვე ATA-SP-s ლულა და ხედავთ განსხვავებას მათ ჩამკეტ სისტემებში. აი ეს უშუალოდ რაზეც იხსნება ლულა. Fires აქვს უფრო განიერი დიამეტრის მქონე ვიდრე ATA-SP-s. მათ ძალიან განსხვავებული, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ჩამკეტი სისტემები აქვს. მაგრამ ორივე არის ძალიან მყარი. აი ესე გამოიყურება ორივე ლულა, თუ ვინმე საინტერესებს. ორივე არის 71 სანტიმეტრიანი.